მედი ლაივ შემოგვერთებიან თეონაცი რამოა გერგიავნია დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ხართ ჩვენი სტუმრები ამ დღეებში ყოველთვის ვიხსენებთ ამბებს რომელიც მნიშვნელოვანია ერისთვის რადგან ყველას უყვარდა პატრიარქი მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამოჩნდეს მისი პორტრეტი ადამიანებთან ურთიერთობაში როგორ გაიხსენებთ მე დავიწყო დიახ მე ალბათ თქვენ ბევრი სტუმარი ყავდათ ამ დღეებში მე ვადევნებდი თვალყურს თქვენ გადაცემებს და მე მეგონი ერთადერთი ვარ სამწუხაროდ რომელსაც პირადი კვეთა არ ქონია პატრიარქთან მაგრამ მაინც რადგან მომიწვიეთ და უბრალოდ როგორც რიგითი მოქალაქე ალბათ მაქვს უფლება რომ ჩემი აზრი თუ სურვილი თუ აი რაღაცა ჩემი აზრი წარმოთქვა პატრიარქის შემოქმედების მიმართ რაც მისი შემოქმედება თითოეულ ადამიანს ეხებოდა ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა ასევე მეც მეხებოდა და სულ ყველას არ ვიცი რა ძალიან რთული არის ზოგადად დაიწყო ესეთ ფიგურაზე თუნდაც საუბარი და არაფერი არ შეგეშალოს ისე დაასრულო. იმიტომ რომ მართლა ეპოქალური ადამიანი იყო. მისი თითოეული ნაბიჯი იყო სიბრძნესთან დაკავშირებული. აი უჩვეულო სიმშვიდესთან ხანდახან მე პირადად ჩემი ბუნებიდან გამომდინარე და ალბათ ბევრსაც ქონია ესეთი შეგრძნება რომ აი მოდი რაღაცა ხო შეიძლება რომ თქვას. მე პირადად მქონია ხოლმე და რა თქმა უნდა პატრიარქი ამ შემთხვევაში თავისი სიმშვიდით რა თქმა უნდა მართალი იყო. მე უკვე დრო გადის და სხვა გადასახედიდან და დამშვიდებული რო აფასებ ამას ყველაფერს. მე არ ვიცი, აი ძალიან ზეადამიანური იყო რა. და ეს არ არის ადვილი ჩემი აზრით რომ მიაღწიოს ამან, იმიტომ რომ ამ ემოციები ხო ყველას აქვს. და ადამიანმა რომ ამას მიაღწიოს, რომ სულ ყველაფერს სიმშვიდით უპასუხოს, სულ ყველაფერს სიბრძნით უპასუხოს, ეს არის ძალიან დიდი მაგალითი ჩემი აზრით რა და მთელი ქვეყანა დარდობს, მთელი ქვეყანა გრძნობს რა ადამიანი დავკარგეთ და მე მაგალითად აი მიუხედავად ამ დარდისა ზოგადად არ მახასიათებს პირადად რაღაც პესიმიზმში გადავარდნა და მინდა რომ მაინც ოპტიმისტურად შევხედო ამ ყველაფერს. ჯერ იმიტომ რომ გარეთ რაც ხდება და ეხლა აი ყოველდღე ამაზე ვსაუბრობთ და წეგან კიდევ ვსაუბრობდით მე და გიორგი რომ ამბობდით რომ მართლა ამ კადრებს რო უყურებ ასე გონია 3 მილიონი ნახევრიანი ერი კი არა რაღაცა 60 მილიონიანი ვარ თუ აგერ გიორგი მას თქვა და მართლა აი რაღაცა ხალხი რო არ მთავრდება ნუ გონია რომ რაღაც სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიდა ეს ხალხი და არა და ასე არ არის ხო ვთქვათ და ნუ წარმოიდგინეთ ახლა სიკვდილის შემდეგაც რა ამბავი დაატრიალა ამ ადამიანმა როგორ გააერთიანა მთელი ერი მთელი ქვეყანა და თითქოს აი დადუმებული დგას თან ადამიანები რო უყურებ ახლა კადრებში რა ყველა თითქოს ჩუმად არის თითქოს აი არანაი ყველა კულტურულია ყველა არ ვიცი ზიაღმატებულია და ყველა რაღაცნაირად ხვდება და ითავისებს რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა თუნდაც ამ სიკვდილით ქვეყნისთვის და წეგანაც ამბობდა ბატონი გოგა რომ მე მგონია რომ აი ამ სიკვდილითაც ჩვენი უწმინდესი ძალიან ბევრ გადატეხვას მოახდენს ერში და ბერში რა და ნუ არ ვიცი. მაინც რაღაცა აი როგორ გითხრათ, მაინც რაღაცა კიდევ უფრო იმედით უყურებ ამ ყველაფერს რა. მიუხედავად ჩვენს წინ ჯერჯერობით სიკვდილი დგას. ადამიანები რომლებიც დგანან მრავალი საათი დგანან და ელოდებიან როდის მიაგებენ პატივს პატრიარქს ისინი პასუხობენ იმ სიყვარულზე რომელიც ილია მეორემ დათესამ წლების განმავლობაში ეს არის ჩვენი პასუხი და თქვენ გიორგი ძალიან კარგად იცით ყოველდღიური შეხება გქონდათ წლების განმავლობაში და ზუსტად იცით ეს რაში გამოიხატებოდა ეს სიტყვა აი როგორ გაიხსენებდით იმას თუნდაც მის დამოკიდებულებას აი გალობელთა გუნდის მიმართ მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის მართლაც საოცარი რამ ხდება მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა და დიდი ტკივილისა რომ ჩვენი საყვარელი უწმინდესი ჩვენი მწყემსთავარი დაკარგა ჩვენმა ერმა ჩვენმა ქვეყანამ ჩვენ ხედავთ რა ხდება თბილისში რა ხდება სამების ტაძარში ჩვენ ახლა როცა ვსაუბრობთ ამ მომენტში ზუსტად მთელი ქვეყანა არის გზაში ყველა კუთხიდან დაძრულია მანქანების კოლონები. მოდიან, არ ჩერდება
ადამიანთან ნაკადები, თან სამების ტაძარი, ამხელა ტაძარი, ხო? ამხელა სივრცეა და ორნაკადად ადამიანები ხა მე 2 დღეა იქ ვარ, მთელი დღე და უყურებ რა ხდება. რამხელა კულტურა ანახა ერმა. თუნდაც მაგალითად გადასვენების დროს რა ხდებოდა. მე ერთი რამე მინდა გითხრათ და გაუსვა ხაზი რას, რომ უბრალოდ აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებენ. ესალმებიან და ეუბნებიან, რომ ვიზიარებ და გისამძიმრებ. არნახული რა ესეთი მსგავსი რამ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში არასოდეს არ ყოფილა. კი ბატონო. ამდვილად რთული. გარდა ამისა, საათობით ადამიანები დგანან რიგში, ყველას ტელეფონი გამორთული აქვს, სრული მდუმარება, სრული წესრიგი, სრული თმენა ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი ჩვენი უწმინდესის, ჩვენი უძვირფასესი ადამიანის ის მრავალწლიანი 10 წლეულების განმავლობაში, ის როგორც იღვწოდა, ის როგორც ცხოვრობდა და მაგალითს აძლევდა თითოეულ ჩვენთაგანს. მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც მივედი უწმინდესთან სამების გუნდში 20 წელია, მე სამების გუნდის წევრი ვარ და სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდებოდა, ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიური ურთიერთობა გქონდა მასთან და რა ვიცი რა გითხრათ, ახალი წელი, ყოველ ახალ წელს ერთად ხვდებოდით, დიდი დღესასწაულები აღდგომა, შობა, თუნდაც არა დღესასწაულების პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად ღონისძიებები იყო, თუ სხვადასხვა შეხვედრები იყო, როგორც საპატრიარქოში, ასევე რეგიონებში, ასევე საზღვარგარეთ, ყველგან ვიყავით მასთან ერთად და მაგრამ გექნებოდათ განსაკუთრებული მომენტი. ერთი რამ მინდა გითხრათ, კი, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრი მოგონება და ნელ-ნელა უკვე ყველაფერს ვიხსენებთ, თუნდაც გვაჩუქა ხატი, გვაჩუქა მისი ნაჩუქარი ჯვარი ეხლაც მიკეთია, მისი ნაჩუქარი სახარება და ასე შემდეგ. მე რა მინდა გითხრათ, როდესაც მე მივედი საპატრიარქოში, მაშინ უწმინდეს დაცვა არ ყავდა. ანუ საპატრიარქოში ისე შეხვიდოდი, ისე ახვიდოდი მესამე სართულზე, იქ სადაც უწმინდესის კაბინეტი იყო, სადაც ის ცხოვრობდა, რომ ერთი ადამიანი არ შეაჩერებდა არავის. უწმინდეს იყო სახალხო ადამიანი, ის იყო მისი გენიალურობა და მისი უნიკალურობა იყო მის უბრალოებაში, მის უშუალობაში, მის განსაკუთრებულ ყურადღებაში ადამიანების მიმართ. და რამდენ ადამიანს ესე დახმარებია, რამდენ ადამიანს ესე ხელი გაუმართავს რამდენი ადამიანისთვის. ყოველთვის იყო განსაკუთრებით გულისხმიერი იმ ადამიანების მიმართ, ვინც მასთან იყო და მის ირგვლივ იყო უამრავი ადამიანი. გარდა იმისა, რომ მას განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ხელოვნების მიმართ, კულტურის მიმართ, ის იყო გამაერთიანებელი. მუდმივად მასთან იყვნენ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან. რა ვიცი რა გითხრათ, აზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ლექსო თორაძე, ის ადამიანები, ვინც ჩვენს მეხსიერებაში ისინი იყვნენ შემოკრებილი უწმინდესის გვერდით. განსაკუთრებით, როდესაც საზღვარგარეთ ვიყავით და მაშინ მძიმე ჟამს, როდესაც ძალიან ბევრი ქართველი იყო გაქცეული საქართველოსდან წინა რეჟიმის დამსახურებით, ეს ადამიანები იკრიბებოდნენ უწმინდესთან, იქ ნახულობდნენ და იქ ახერხებდნენ, რომ ჩვენი პატრიარქისგან მიეღოთ შვება, მიეღოთ სულიერი მხარდაჭერა და დახმარება. ეს პერიოდი, რაც მან იღვაწა, ეს არის ფასდაუდებელი, ეს არის ოქროს ხანა ჩვენი არა მარტო ეკლესიის ისტორიაში, არამედ ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მან წარუშლელი კვალი დატოვა. მე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად უწმინდესი ძალიან ხშირად ლოცავდა ახლად დაქორწინებულ წყვილებს. იღებდა, ჩუქნიდა სხვადასხვა საჩუქარს. ასევე მან მოახერხა და 50,000 ნათლული ყავს საქართველოში. თითქოს დაინათესავა მთელი ქართველი ერი. და ამან როგორი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა ჩვენს დემოგრაფიაზე. ჩვენ მუდმივად საუბრობთ, რომ ქვეყანაში არის დემოგრაფიული გამოწვევები და თუნდაც მაგალითად კვლევებით დასტურდება უკვე ფაქტებით, რომ 3 და მეტი შვილი ვისაც ყავს, იქ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ხოლო პირიქით საყურადღებო ვითარება არის პირველი შვილის შემთხვევაში. ეს ხომ პირდაპირ პატრიარქის დამსახურება, ეს ხომ მისი ინიციატივის დამსახურება და სხვა შეს როდესაც წამოაყენა ეს ინიციატივა, ბევრი ვერ მიხვდა, როგორ შეიძლება და ამას შეეცვალა სიტუაცია. ეს მისი ადამიანური და სიყვარულით სავსე ცხოვრება და მისი ეს თვისებები, მისი უნარჩვევები. მაგრამ აქვე უნდა ითქვას ერთი რამ, ის რამდენადაც იყო ყურადღებიანი თბილი ადამიანურ ურთიერთობებში.
ზუსტად ამის საპირისპიროდ იყო შეუპოვარი და მტკიცე, როდესაც საქმე ეხებოდა სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს. უწმინდესი იყო არ არსებობს ინიციატივა, სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინიციატივა ამ 59 წლის განმავლობაში, სადაც მას არ მიიღო გადამჭრელი და გარდამტეხი როლი და არ მიიღო მონაწილეობა ამ საქმეების გადაწყვეტაში. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ, რომ ის იყო ყველას განსაკუთრებული გულშემატკივარი და განსაკუთრებულად სახელოვნებო სფეროს. აი თქვენ როგორ შეაფასებდით თელ ამ პროცესს, იმიტომ რომ დაწყებული ქართული საგალობლებიდან, ხო, ნებისმიერი ამ კულტურის მიმართულებით მისი ნაბიჯები, მისი კომაგობა იყო განსაკუთრებით დასაფასებელი და ხელოვანთათვის ალბათ წამახალისებელი. რა თქმა უნდა, ხო, აი რო ფიქრობ ახლა ადამიანი რო გარდაიცვლება, მე კიდე სხვანაირად უკვირდები მის განულ გზას, მის შემოქმედებას და ასე შემდეგ, ამას წინათ უყურებდი მის შექმნილ ხატებს, დაწერილს და აი კიდე სხვანაირი ხელწერაა და კიდე სხვანაირი ენერგეტიკა რომ მოდის თან ხატის დაწერას როგორი კანონების და ჩარჩოების დაცვა სჭირდება და ურთულესი მიმართულებაა და ну რაც შეეხება ახლა უშუალოდ ჩვენს დარგს, რასაც ქვია მუსიკას, ჩვენ გორის ქალთაგუნდს მხოლოდ კირიე ელეისონი გვაქვს მისი რეპერტუარში და მე აი ამ დღეებმა რაღაცნაირად გადამაწყვეტინა, რომ თუ ამის უფლება მექნება, რა თქმა უნდა, რომ გავამრავალფეროვნოთ გორის ქალთაგუნდის რეპერტუარი და უფრო მეტი საგალობლები შევიტანოთ მისი და მის საგალობლებს და სხვა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ამ საგალობლების და ზოგადად მისი ილია მეორის უწმინდესის მუსიკალური კუთხით ესე წარმოჩენა საპატრიარქოს გუნდის დამსახურება არის ბატონი სიმონ ჯანგულაშვილის, რომელიც არა მარტო ასრულებს, არამედ ხარისხში ასრულებს ამას და ეს არის ზუსტად განმაპირობებელი იმისა, რომ პოპულარული გახდა, იმიტომ რომ უხარისხო მუსიკა პოპულარული ვერ გახდება ვერასდროს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, აი გიორგი არის ამის წარმომადგენელი და მინდა რომ თქვენ გაგიზიაროთ ეს და ის ხმები რაც თავარი ისმოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გარეთაც ზუსტად აი ამ გუნდის დამსახურება ზუსტად ეს მინდა რომ თქვა რომ ფარგლებს გარეთ ისმოდა აი ამ ორგანიზმის დაუწყარი იყო თქვენი კონცერტი ვატიკანის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, როდესაც აი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაიტანეთ. ხო, კი, აი ერთადერთი ნაწარმოები გვაქვს, მაგრამ აი ესეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე არასდროს არ გვავიწყდება ეს საგალობელი და ну, თვითონ ამ მუსიკალური კუთხით და როგორც მუსიკოსი რო შევაფასოთ, თქვათ, მისი შემოქმედება, ესე იგი, პირველი არ არის ვინც ვამბობ ამას, მაგრამ ну, რადგან საუბრობთ, უნდა ვთქვა მეც, რომ არის თითქოს ძალიან უბრალო, ძალიან სადა და ზუსტად იმიტომ არის, რომ სახალხო არა და ზუსტად იმიტომ არის, რომ მარტივად იმღერება და რაღაცა ძალიან თბილია და ძალიან გულთან ახლოს არის რა და ადამიანი თუ თვითონ არ არის თბილი, ესეც თბილ მელოდიას ვერ მოიგონებს და ვერ მოიფიქრებს რა. ეს ისევ მის ბუნებაზე მიანიშნებს, რომ როგორი თბილი იყო, როგორი პრინციპული იყო, მან რა თქმა უნდა პრინციპული იყო, იმდენი რაღაცები გაატარა პრინციპულად, რაც საჭირო იყო ამ ქვეყანაში და მართლა ჩვენი ქვეყანა ხო ჯერ კიდევ არ დაალაგებულა კი არა, ახალი ორომტრიალი გვაქვს, არ ვიცი. ზოგადად საქართველოში ყოველთვის ხო პრობლემური არის ჩვენი ქვეყანა, ასე ვთქვათ. და აი ამ საქართველოში რომ იმოღვაწეო, ეს კიდევ უფრო ართულებს ყველა დარგში საქმეს, ასე ვთქვათ და იქ შენი ხაზი გაატარო და აი ესე გააერთიანო კიდევ ერთხელ ვამბობ მთელი ერი და დაფასებინო შენი ღვაწლი, ამას ძალიან დიდი ნიჭი სჭირდება რა. ნამდვილად ძალიან დიდი სიბრძნე. უამრავი რთული ეპიზოდი იყო ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც პატრიარქი მოღვაწეობდა და ალბათ იმ დროს ჩვენს გვახსოვს კიდეც ყველა მხარე ცდილობდა რომ გადაებირებინა პატრიარქი, მის გვერდით დამდგარიყო მისი ავტორიტეტის დასარგებლა. თქვენ თუ გახსოვთ გიორგი, აი ესეთ რთულ მომენტებში როგორი ღირსებით არიდებდა თავს, ასე ვთქვათ, აი ესეთ დროებით და პოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას და არ ერიდებოდა გაბედულ ზომიერებას. ჩვენ წლების განმავლობაში სარეპეტიციო დარბაზი ჰქონდა საპატრიარქოში და ჩვენი ოთახის ფანჯარა გადიოდა უწმინდესის ბაღში, სადაც ის ძალიან ხშირად იყო და რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ მუშაობთ საგალობლებზე, სიმღერებზე და უწმინდესის შემოსულა დასრებია მოუკითხავს და საერთოდ მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ განსაკუთრებით მაშინ იმ პერიოდში პირადად უწმინდესის, ასე ვთქვათ, უწმინდესთან შეთანხმებით ხდებოდა სამების გუნდის წევრად აყვანა თითოეული წევრის, ასე ვთქვათ, ასავალ-დასავალი ყველაფერი იცოდა, კითხულობდა, ძალიან ყურადღებით იყო და ყოველთვის აქცევდა ყურადღებას იმას, რომ გუნდში ყოფილიყო ერთიანობა. მისთვის ეს მომენტი
იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პრინციპში როგორც პირად საუბრებში, მათ შორის ასევე საჯაროდაც, თუნდაც ეპისტოლეებში, საჯარო მიმართვებში მუდმივად უსვამდა ხაზს ერთიანობის მნიშვნელობას და ამაზე სულ დარდობდა. და ასევე მე განსაკუთრებით მწყდება გული იმაზე, რომ უწმინდესი სულ ამბობდა, რომ არ მინდა ესე წავიდი ამ ქვეყნიდან, რომ არ უნახო გაერთიანებული საქართველო და თუნდაც ის დიდი ტრაგედია, რომელიც მისი დაკარგვით და მისი ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან წასვლით ჩვენ გვაქვს და ჩვენ ამას განვისტით, საოცარი იმედის ნაპერწკალი გააჩინა. გააჩინა ზუსტად ამ ერთიანობის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უწმინდესი სულ ამბობდა ხოლმე ხშირად, გწამდეთ და გიყვარდეთ. და ის რომ ჩვენ გვიყვარდეს, ამას აუცილებლად სჭირდება ერთიანობა. უბრალოდ ერთიანობა არის ყოველთვის სიყვარულის შედეგი და ჩვენ სწორედ ეს გადაგვარჩენს, სწორედ ერთიანობა გადაგვარჩენს და კიდევაც რომ სადგას აუცილებელია და მე რაღაცნაირად როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და გულშემატკივარი ჩემი ქვეყნისა და ერისა ვარ იმედით ახსილი, როცა ამას მე ვუყურებ, რომ ჩვენ გვაქვს შანსი იმის, რომ გავერთიანდეთ და ჩვენი ერთიანობით, ჩვენი სიძლიერით ჩვენი ქვეყანაც გავაერთიანოთ. დიახ, დასასრულისკენ წავიდეთ და ნელ-ნელა შევაჯამოთ. აი, ზუსტად ამ იმედზე საუბრობდით გადაცემის დაწყებამდეც, ხო, რომ რეალურად როცა ხედავ ამ ყველაფერს, ამ სურათს, ადამიანების ამ მასშტაბურობას, საბოლჯამში გრჩება იმედი, რომ ერი შეძლებს კონსოლიდაციას, გაერთიანებას და რაღაცნაირად დიადი მიზნების განხორციელებას, რომელიც ჩვენ გვაქვს წინ. ხო, იცი რა, ქართველებს მართლა ძალიან ბევრი ჭირვარამი გადაგხვდენია თავს, მაგრამ რაღაცა ისეთი ერი ვართ, ჩემი აზრით, რომ აი კრიტიკულ მომენტებში მართლა ხო ვამბობთ ხოლმე, რამდენი იმპერია დაემხო და იყო და აღარ არის და ქართველი მაინც არის და მე ასე მგონია, რომ სულ იქნება ქართველი, იმიტომ რომ ესეთი ერი ვართ რა. ბევრს ვერ ვილაპარაკებ ახლა აი ამ კითხვაზე, ალბათ პასუხი არ ვიცი როგორ უნდა განვავრცო, სიმართლე გითხრათ, მაგრამ აი გრძნობ რაღაცნაირად, კანით გრძნობ რო იტყვიან, რომ კრიტიკულ მომენტში ქართველი მაინც ყოველთვის სწორ გზას ირჩევს რა და თუ აირჩია, მე იმას პრინციპულად მიყვება და შედეგიც იდება ის, რომ საქართველოს არსებობს და რა თქმა უნდა იარსებებს ყოველთვის. დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად. თეონა ცირამოა, გიორგი გაბუნია იყვნენ ჩვენი სტუმრები. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. განვაგრძობთ იმედი ლაივს.